ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ისტორიულ წიაღში, არ ჩავიძიროთ იმ ეპოქაში, როდესაც იწყება ქართული ქრისტიანული საზოგადოების ჩამოყალიბება, უფრო ახლო თანამედროვე დროში ვიმოგზაუროთ 19 საუკუნეში, როდესაც თანამედროვე ევროპული სტილის ერი სახელმწიფოები იწყებს ჩამოყალიბებას. ამ დროს საქართველო გაყოფილია თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად და წართმეული აქვს სახელმწიფოებრიობა, წართმეული აქვს ეკლესიის ავტოკეფალია, საკუთარ მშობლიურ ენაზე სწავლა, განათლება, აზროვნება და იწყება ქართველების ასიმილაცია, დამსგავსება რუსულ სოციოკულტურულ სივრცესთან. ყველაზე მძიმე, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპოქაა ჩვენი ერის ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, ელიტამ დაკარგა ფუნქცია, რეალურად ეროვნული ელიტა დაგვეკარგა და მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან საერთოდ დამთავრდა წინააღმდეგობაც კი. მას შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში დამარცხდა ყველა ბრძოლა, მას შემდეგ, რაც დამარცხდა 1832 წლის შეთქმულება, მას შემდეგ, რაც გრაფი ვორონცოვის პოლიტიკამ საბოლოო ასიმილაციამდე მიიყვანა ქართული ელიტა პირველ რიგში, რომლებიც ჩადგნენ იმპერიის სამსახურში, სამწუხაროდ და მას შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში დაკარგა სამხედრო და ბრძოლის უნარიანობის სურვილი და უნარი საზოგადოება, მცირე გამონაკლისების გარდა. 60-იანი წლებიდან იწყება ახალი ეპოქა. ეს არის ეპოქა, როდესაც ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები გამოდიან ასპარეზზე და იწყებენ ქართველი ერის შექმნას, შეიძლება ითქვას. ის იარაღი, რომელიც ჩვენ წინა საუკუნეებში ჰქონდა, პირველ რიგში მუსლიმურ სამყაროსთან მიმართებაში, ეს იყო ჩვენი რელიგიური იდენტობა. რუსეთმა ეს რელიგიური იდენტობა წაგვართვა საკუთარ ენაზე აზროვნების საშუალება და უფლებაც და ილია იწყებს ქართველი ერის ხელახლა შეკვეთას და გამოცოცხლებას. რა არის ის მარკერები, რითაც ილია აპელირებს? ეს არის საერთო ისტორიული მეხსიერება, საერთო ისტორიული ცხოვრების გამოცდილება, საერთო წინაპრები, გმირები, ქართული ენა, რომელზეც ის დაწერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც იქმნება იმისთვის, რომ ქართველებმა საკუთარ მშობლიურ ენაზე ისწავლონ და იაზროვნონ. ეს არის ეპოქა, როდესაც იწყება ქართველი ერის შექმნა, აი ამ ძირითადი მარკერებით, იმიტომ რომ ბევრი სხვა გამოწვევები იყო ჩვენს წინაშე და ილიამ სწორი აქცენტები გააკეთა. მაგრამ საბჭოთა ეპოქაში ეს ყველაფერი დაიშალა, პოსტსაბჭოთა ეპოქაში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა გვაქვს, რომელზე დაფიქრება ძლიერს. როგორ გადავჭეთ, რითი გადავჭეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ